პროექტი არის უპრეცედენტო. საქართველოში ხორციელდება პირველად 220 კილოვოლტი ელექტროგადამცემი ხაზი პირველად ჩადის მიწისქვეშ. მრავალი წლის წინ დავიწყეთ ამაზე ფიქრი ელექტროგადამცემი ხაზების ჩატანის ხრივ რა შეიძლება ყოფილიყო სამომავლოდ ყველაზე უსაფრთხო და უპრეცედენტო. ჩართული იყო მრავალი ინჟინერი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან. შემუშავდა ტექნიკური პირობა, ჩართული იყო ყველა დეპარტამენტის ის ინჟინერები, რომლებსაც გააჩნდათ ამ კუთხით მაქსიმალური ცოდნა. ასევე კონსულტანტი დაგვეხმარა ჩვენც ავსტრიელი და ამ პროექტს დაწყების დღიდან კურირებს და ზედამხედველობას უწევს. ელექტროგადამცემის ხაზები მოგეხსენებათ, რომ არსებობს საჰაერო და საკაბელო ძირითადად. საჰაეროს აქვს თავისი კონკრეტული უპირატესობები მაღალმთიან რეგიონებში და ისეთ ადგილებში, სადაც მიწისქვეშა კაბელის გაყვანა არის რთული, მაგრამ სოფლიოში უკვე დაწყებულია მრავალი წელია დიდ ქალაქებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა. საჰაეროს უსაფრთხოების მხრივ გააჩნია უფრო დაცვის ზონა დიდი მასშტაბის, რაც საკაბელო მეურნეობის შემთხვევაში არის მცირე. მივიღეთ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და გავითვალისწინეთ კაბელში ეს ოპტიკური კვარლი, რომელიც ზომავს ტემპერატურას ლაივ რეჟიმში, ასე ვთქვათ, რომ თუ რაიმე ეფექტი აღმოჩნდა ან საწყისი არის, რომ შეიძლება კაბელი დაზიანდეს, წინასწარ ატყობინებს როგორც ქვესადგურებში მორიგებს, ასევე სადისპეჩერო ცენტრს. შეგვეძლება წინასწარ გავთიშოთ ეს კაბელი ან დროებით ან შევამციროთ ტვირთი მასზე და გადავანაწილოთ სხვა ელექტროგადამცემ ხაზებზე, რათა არ მოხდეს ამ კაბელის დაზიანება. არის ინოვაციური პროექტი, პირველად ხორციელდება, ეს იქნება დასაწყისი იმ სამომავლო პროექტებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში და შეგვეძლება სამომავლოდ ამამად განახორციელოს სხვა კომპანიებმაც თავიანთი ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანის კონკრეტული პროექტები. აღნიშნული ხელს შეუწყობს თბილისის სამომავლო განაშენიანებას.